დღეს არის შაბათი. 8 აგვისტო საეკლესიო კალენდრით დღეს არის 26 ივლისი 2026 წელი. და დღევანდელი შაბათის შესახებ ჩვენ გვისაუბრია მთლიანად ეს არის საუბარი 77. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და პირდაპირ გადავალ ჩვენი პატრიარქის შესახებ გავაგზავნებ საუბრებს. ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია. მე გავაგზავნებ ახლა პატრიარქზე საუბარს, ოღონდ მე დღეს ქრონოლოგიას არ გავყვები, ვერ უბრალოდ. ისეთ საკითხზე მინდა გესაუბროთ, რომელიც რაღაც კონკრეტულ დროსთან და წელთან არ არის დაკავშირებული და ეს არის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი თუ ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პატრიარქის პორტრეტის შესავსებად. აი პატრიარქზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენს პატრიარქზე ილია მეორეზე და როგორ შექმნა მან ფაქტიურად, აი როგორ განაახლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, აი ის რაც დღეს რაზეც უნდა გესაუბროთ, ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი. ეს არის წმინდანად შერაცხვის საკითხი. წმინდანობა, აი წმინდანად შერაცხა. ესე იგი, მე მინდა მოგიყვეთ ის შემთხვევები, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა, რა თქმა უნდა, ესე იგი წმინდა სინოდის თანხმობით, მოახდინა წმინდანად შერაცხვა. თუ აი წმინდანად შერაცხა, აი ესა თუ ის ბევრი წმინდანი შეირაცხა ჩვენს დროში. ბევრი, მაგრამ მინდა თავიდან დავიწყო. ესე იგი, თავიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ მე არ ვიცი, როდის იყო ბოლო კანონიზაცია და საერთოდ იყო თუ არა, იმიტომ რომ ეხლა მოგიყვებით. ესე იგი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აი პირველი თუ რა ვიცი რა ვთქვათ, აი პირველი კანონიზაცია იყო 1987 წელს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უშუალო წარდგინებით, მისი მან წარადგინა წმინდა სინოდის კრებაზე ეს საკითხი, თვითონ მოამზადა, თვითონ შეისწავლა ეს საკითხი, აი როგორც წესდარიგზე, აი სწორედ ეს მინდა გითხრათ, ეს არის შემთხვევები, დღეს რაც უნდა ვისაუბროთ. წმინდანად შერაცხვის შემთხვევები და წესი, აი როგორ რა არის ეს წმინდანად შერაცხვა, როგორ ხდება. აი ამის შესახებ მინდა გისაუბროთ. და პირველი შემთხვევა იყო 1987 წელი, როდესაც წმინდანად შეირაცხა წმინდა ილია მართალი. აი ამის შესახებ მინდა გითხრათ, ოღონდ მანამდე, როდის იყო წმინდანად შერაცხვა, მე არ ვიცი, ალბათ ისტორიკოსებს შეიძლება ეცოდინოთ, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი. როდის იყო და როგორ იყო წმინდანად შერაცხვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა მიზეზების გამო ქონდა წყვეტა ქონდა, ესე იგი იმის გამო, რომ თავიდან ავტოკეფალიის გაუქმებამდე ძალიან მძიმე პერიოდი ქონდა ჩვენ, ესე იგი სულუმები იყო, ეს დამშვიდებული ცხოვრება, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რაღაც ეპიზოდურად იყო, როგორ არ ქონდა, მაგრამ ეპიზოდური იყო და მაგრამ აქ არის მთავარი კიდევ ერთი რამ, რომ წმინდანად შერაცხვის წესი, რომელიც დღეს არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყველგან გარკვეული თავისებურებები აქვს, ზოგადად ერთია ეს წესი, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში სხვადასხვანაირად ხდება ეს. მაგრამ ეს წესი, აი მთავარი არის ძირითადად დასავლური ეკლესიის ტრადიცია. დასავლეთიდან მოდის, ეს ადრეც არსებობდა, მერე განყოფის შემდეგ, ამ ბოლო პერიოდში, სადღაც მე-17 საუკუნეში უკვე თავისებური რიტუალური ხასიათი მიიღო ამან და ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს წესი არის დასავლეთიდან შემოსული.
იმიტომ რომ ადრე მართლმადიდებელ ეკლესიაში ანუ აღმოსავლეთის ეკლესია მხედველობაში ესე იგი ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ძირითადი განყოფა ხო არის მართლმადებლები და კათოლიკები და სინამდვილეში ეს არ არის ზუსტი ფორმულირება. უფრო ზუსტი ფორმულირება არის შინაარსობრივი ფორმულირება, ეს არის კონცეპტუალური ფორმულირება და შინაარსობრივი ფორმულირება არის დასავლეთის ეკლესია, დასავლელი ქრისტიანები და აღმოსავლელი ქრისტიანები. ჩვენ ვართ აღმოსავლეთის ეკლესია. ანუ აქ ესე იგი ლაპარაკი იმაზე, რომ თავის დროზე ბიზანტიის იმპერია და რომის იმის დასავლეთ რომის იმპერია გაიყო ერთმანეთისაგან და ამან მერე ბოლოს ამან თუ რა ვიცი სხვა მიზეზები იყო, ეს განყოფა გამოიწვია, მაგრამ ეს კანონიზაციის წესი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ კიდევაც, მაინც უფრო დასავლური წესია. იმიტომ რომ ადრე არ იყო ჩვენთან, არ იყო ამისი მაგალითი არის ერთ-ერთი ესეთი კაფიო მაგალითი არის ანტონი დიდი, როგორ შეირაცხა წმინდანად, ათანასე დიდმა ალექსანდრიელმა დაწერა მისი ცხოვრება, რაღაც არაჩვეულ ჩვენ გვისაუბრია ამის შესახებ. და ფაქტიურად ამან განაპირობა ანტონი დიდის შერაცხვა კი არა, იცით ეს შერაცხვა სიტყვა, გვიანდელი სიტყვაა ესეც. აღიარება წმინდანად, აღიარება მაშინვე გარდაცვალებისთანავე მოხდა ანტონი დიდის აღიარება და როგორ არის, იცით აი აღმოსავლეთის ეკლესიაში, ერთი არის აღიარება აი იმისათვის რომ ითქვას რომ ესა თუ ის პიროვნება არის წმინდანი, ერთი ეს აღიარება უნდა იყოს, ადამიანები უნდა თვლიდნენ მას წმინდანება და მეორე დადასტურება ამისი არის ლიტურგიკულ პრაქტიკაში გაჩენა. ესე იგი, ანუ, როდესაც ჩვენ აი წუხს, ცისკარს, წირვას აღვასრულებთ, ხო, აი იქ ლიტურგიკული მოხსენება, მისი ტროპარის საკითხი, აი ლოცვებში მის მიმართ შეთხზული საგალობლების გაჩენა. აი ეს არის ფაქტიურად ნიშანი კანონიზაციის. ესეთნაირად ხდებოდა ადრე. ამიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენთან ეს როგორ ხდებოდა, არ არის ცნობილი. უბრალოდ მე არ ვიცი, შეიძლება მეცნიერებმა რაღაცა მონახონ ამისი საფუძველი, მაგრამ ჩვენს დროშიც კი ახლა მე ისე მიუბრუნდები, რა თქმა უნდა, წმინდა ილია მართლის კანონიზაციის საკითხი, მაგრამ ჩვენს დროშიც კი ხდებოდა ესეთი რაღაცები, მაგალითად ვახტანგ გორგასალის შესახებ დასკვნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ასეთი ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. და ესეც ისევ ჩვენი პატრიარქის სახელთან არის დაკავშირებული, რომ დღეს ვისაც არ უნდა კითხო მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ყველა მიცის, რომ ვახტანგ გორგასალი წმინდანია, მისი ტროპარიც არსებობს, და ეს ყველაფერი გვიან პატრიარქის დროს მოხდა. ანუ ეს ჩვენ ეკლესიას ეს გადაწყვეტილებაც კი არ მიუღია ვახტანგ გორგასალის შესახებ, ფაქტიურად აი ესე დაიწყო მისი როგორც წმინდანის საყვანისცემა ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ხანაში თუ ეპოქაში. მაგრამ მაინც ჩვენ ახლა დავუბრუნდეთ, ხო კიდევ ერთი რამე და გითხრათ, რომ ეს არ არის რაღაცა ზოგადი წესი, რაც ახლა გიყვებით, ეს არის ჩვენი ეკლესიაში წმინდანად შერაცხვაზე ლაპარაკი, თორემ მაგალითად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რაღაცა დავდავ ლაპარაკობ, მაგრამ ვეცდები რომ დავალაგო ეს ყველაფერი. ესე იგი, აი იმ გაუქმებული საპატრიარქო ტახტის პირობებში, რომელიც რუსეთში ჩვენზე ბევრად ადრე გაუქმდა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მართავდა სინოდის ობერპროკურორი, საერო მოხელე. ესე იგი, ეს არის ძირითადად პეტრე პირველის სახელთან დაკავშირებული და როდესაც საქართველოს შეიერთა რუსეთმა, ანუ საქართველოს ანექსია მოახდინა და როდესაც საქართველოს გაუქმდა მართლმადიდებელი, ესე იგი, ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტი, როდესაც გაუქმდა, ესე იგი, აი იქიდან მოყოლებული არც რუსეთში გაუქმებული საპატრიარქო ტახტის პირობებში და არც საქართველოში, რა თქმა უნდა, არავითარი კანონიზაცია არ მოხდარა. რუსეთში მოხდა კანონიზაცია,
ეხლა მე ამას ვეღარ ჩაუღრმავდები დეტალურად, მაგრამ აი ერთ-ერთი ბოლო კანონიზაცია, რომელიც მოხდა რუსეთში, ეს იყო 1970 თუ 71 ზუსტად ვერ გეტყვით, 1970 სავარაუდოდ წელი, როდესაც რუსეთის ეკლესიამ რამდენიმე ადამიანი შერაცხა წმინდანად, მათ შორის წმინდა ნიკოლოზი, იაპონიის განმანათლებელი. და არა მარტო წმინდანად შერაცხა, არამედ უმაღლესი წოდება მიანიჭა მას, თუ ესე შეიძლება ითქვას წოდება, ეს არის მოციქულთა სწორი. ესე იგი, აი მოციქულთა სწორად შეირაცხა წმინდა ნიკოლოზი იაპონიის განმანათლებელი, იმიტომ რომ ფაქტიურად იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია ავტონომიური ეკლესია აქვს იაპონიას, ესე იგი არის სწორედ წმინდა ნიკოლოზის სახელთან დაკავშირებული. ხო და პატრიარქი ალბათ არ ესწრებოდა ამას, მაგრამ ეს მისი რუსეთში ყოფნის პერიოდში მოხდა და შესაბამისად ალბათ ბევრი რამ ეხლა მე რაზე გადავდივარ რა თემაზე, იცით რა, ალბათ ბევრი რამ იქიდან ტრადიცია გადმოიტანა ალბათ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები მაინც უფრო დახურული იყო ჩვენთვის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უფრო ხელმისაწვდომი იყო. რას ვამბობ, იცით რომ საიდან იცოდა პატრიარქმა, მან ხო აი ფაქტიურად ყველაფერი მისი აი დღეს რაც არსებობს, ყველაფერი მის სახელთან არის დაკავშირებული. ხო და იმას ვფიქრობ, რომ როდესაც 1987 წელს ილია მართალი შერაცხა წმინდანად პატრიარქმა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ სინოდმა მხარი დაუჭირა, მაგრამ მე მაშინ ერის ადამიანი ვიყავ, ესე შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცი ზუსტად სამზარეულოში, ესე ვთქვათ რა, მაგრამ მე დავესწარი სამაგიეროდ 1995 წელს უკვე სინოდის გაფართოებულ კრებაზე მოხდა წმინდანად შერაცხვა და ამასაც მოგიყვებით. ანუ როგორ მოხდა, რა რიტუალია, რა პროცედურა არის წმინდანად შერაცხვის და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პატრიარქის მიერ დადგენილი წესია ეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ესე იგი როგორ ხდება ახლა დღეს, რომ მასალა უნდა მომზადდეს, ბიოგრაფია, სასწაულები, რაღაცა უნდა და დღეს ესე გვაქვს, რომ დღეს არის საღვთისმეტყველო კომისია წმინდანად შერაცხვის და აი ამ კომისიამ უნდა განიხილოს, ამ კომისიაზე უნდა იქნას წარდგენილი ეს მასალები და კომისია მერე შესთავაზებს წმინდა სინოდს და სავარაუდოდ კომისიის შეთავაზებულ ესე იგი აი ამ სიას თუ ან ერთ წმინდას როგორც წესი სინოდი დაამტკიცებს. ეს ზოგადად. ეხლა როგორ მოხდა მაშინ წმინდა ილია მართალზე, ესე იგი, დავიწყოთ იქიდან საერთოდ გამორჩევა როგორ მოხდა და ეს გადაწყვეტილების მიღება. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ ეს ეკლესიის შიგნით ესე წიაღში, უკვე ვეზიარებოდი, მაგრამ ახალი მისული ვიყავ ეკლესიაში და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შიგნით როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილებები პატრიარქმა ზუსტად არ ვიცი, თვითმხილველი არა ვარ ამის თქმა მინდა. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში რა ხდებოდა, ის კი ძალიან კარგად მახსოვს რა და იყო ძალიან სერიოზული მithქმა-მოთქმა და იყო ესე იგი აი ეს რაღაც ესეთი უცნაური ფრაზები გაისმოდა, მაგალითად ის რომ გვართმევენ ილია მართალს, ილია ჭავჭავაძეს, რომ აი რატო უნდა შეირაცხოს წმინდანად ის, ერის ადამიანები რა. ხო და რაღაცა დიდი სერიოზული საზოგადოებრივი წინააღმდეგობაც კი იყო ამაზე, რომ მე რაღაცა რატო აი ბანკოს თამაშობდა მაგალითად, კარც რა. ხო და როგორ შეიძლება წმინდანად შეირაცხოს და მოკლედ დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა იყო რაღაცა ნაწილი საზოგადოების. ეხლა იმის მერე რაც შეირაცხა წმინდანად, გონი დღესაც არიან ადამიანები, ეკლესიაში არა ყოველ შემთხვევაში რა. ეხლა მე სასულიერო პირისგან კი არა, აი ეკლესიის წევრისგან არ გამიგია რაიმე საწინააღმდეგო აზრი წმინდა ილია მართლის შესახებ. არ გამიგია უბრალოდ და ერის ადამიანები გონი დღესაც არიან, ვინც თვლიან, რომ ესე იგი რაღაცა არ ეთანხმებიან ეკლესიას მის წმინდანად შერაცხვაში. თუმცა რას ნიშნავს, რას არ ეთანხმებიან? არაეკლესიური ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს ეკლესიურად, თქვათ, ხო? და რომელიც არ არის ზოგადად ესე რომ თქვა ჩვენი ეკლესიის წევრი, იმას რატო შეიძლება საერთოდ რამე აზრი ქონდეს ამასთან დაკავშირებით, ხო? რაღაც გაუგებარი.
მოკლედ აი ეს დიდი წინააღმდეგობა გადავლახა პატრიარქმა და მე მახსოვს აი ეს პირველი ილიაობა, ეს იყო ილიაობა 1987 წელს მე ვესწრებოდი ამ ილიაობას ვესწრებოდი სოვეტის სკოლის ტაძარში და მე ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო, ყოველშემთხვევაში გუნი საერთოდ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ყველა დაპატიჟა პატრიარქმა ტრაპეზზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი აუცილებლად წინასწარ უნდა ყოფილიყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, ანუ წარმომადგენელი იყო, ესე იგი ამ რელიგიის საქმეების რაღაც ესე ერქვა. ხო და სახელი და გვარიც კი მახსოვს იმ ადამიანის, ვინც იყო უშუალოდ მაშინ და ის ძალიან ეხმარებოდა ბოლო დროს ეკლესიას, სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელისუფლების, ხო და რა თქმა უნდა შეთანხმებული იყო და ისიც შეთანხმებული იყო, რომ ტრაპეზი გაიმართებოდა სამთავროს მონასტერში. გარეთ, ცხელოდა და ეზოში გაიშალა დიდი სუფრა, დიდი ვებერთელა სუფრა და მე ვესწრებოდი ამ ტრაპეზს. ეს გადაღებული მასალა არსებობს, გამოქვეყნდა, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა პატრიარქის უშუალო სიტყვა, ანუ სადღეგრძელო ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სუფრაზე ნათქვამი სიტყვა ჭიქით ხელში ამბობდა და ძალიან საინტერესოა. მე ვეცდები რომ ამ ვიდეოს დავურთო ეს თან, იმიტომ რომ Facebook-ზე არის გავრცელებული და არ ვიცი როგორ მოვახერხებ გადმოწერას, მაგრამ თვითონ ეს პატრიარქის ადგილზელა და პატრიარქის სიტყვებიც მინდა ილია მართლის შესახებ და ის როგორ თვითონ აღნიშნავდა ილია მართალი ილიაობას, ანუ ილია წინასწარმეტყველის დღეს. აი ჩვენ ესე იგი სულ გასულ კვირას ვიდღესასწაულეთ კიდევ ერთხელ, ანუ 2 აგვისტოს ახალი კალენდრით, ხო? და ილია მართალი ამ დღეს რაღაცა დიდი აღნიშვნა იყო, უამრავ ადამიანს პატიჟებდა თავისთან და განსაკუთრებულად აღნიშნავდა და აი პატრიარქი ძალიან სულ წელს არის პირველი ილიაობა, როდესაც თვითონ ილია მართალი როგორც წმინდანი მოიხსენება ამ დღეს, იმიტომ რომ ეკლესიამ როდესაც შეირაცხა წმინდა ილია მართალი, მისი ხსენების დღე დაადგინა სწორედ ეს 2 აგვისტო ახალი კალენდრით, ესე იგი, ილიაობა ესე აღნიშნავს, ხო? ხო და აი ეს იყო ძალიან ეს იყო პირველი, რა გითხრათ, რა სიტყვა ვიხმარო, არ ვიცი, შოკის მომგვრელი თუ აი რაღაცა ჩვენცნობიერებაში რაღაც ახალი შემოვიდა. იმიტომ რომ ეკლესიის სიცოცხლის ნიშანია, როდესაც ის თავის წევრებს წმინდანად შერაცხავს. და აი მართლმადებად საქართველოს მართლმადებად ეკლესიაში პირველი ასეთი შერაცხვა მოხდა 1987 წელს, როდესაც შეირაცხა წმინდა ილია მართალი და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ეს პროცესი, კანონიზაციის პროცესი ჩვენს ეკლესიაში და მე მინდა რამდენიმე გამორჩეული შემთხვევა მოგიყვეთ თვითონ ჯერ ფაქტის და მე მინდა გადავიდე უშუალოდ კანონიზაციის პროცედურა როგორ მიმდინარეობს. და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ფაქტიურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პატრიარქის უწმინდესი წამონეტარესი ილია მეორის სახელთან არის ყველაფერი დაკავშირებული. ესე იგი, შემდეგი რაც მინდა, რომელი ფაქტიც მინდა გითხრათ, ეს იყო 1995 წელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, როდესაც წესდება იქნა მიღებული და რა ვიცი, ბევრი სხვა საკითხი იყო, სვეტის ცხოველში ჩატარდა ეს კრება და ამ კრებაზე პატრიარქმა გამოაცხადა, წმინდანად შერაცხა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება ალბათ ეს არის არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე შეირაცხა ამ დღეს წმინდანად, მე აი პირდაპირ თვალწინ მიდგას თვითონ როგორ მოხდა ეს, მაგრამ სანამ ამას მოგეყვებოდეთ, მინდა თვითონ მის შესახებ გითხრათ ის, რომ ესე იგი ეს მისი კანონიზაციის საკითხი გრიგოლ ფერაძის მოამზადა პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ავტოკეფალურმა ეკლესიამ და მათ ესე იგი მომზადებული ჰქონდათ მასალები, იმიტომ რომ პოლონეთში აღესრულა ფაშისტური რეჟიმის დროს და მოწამეობრივად აღესრულა და მათ მომზადებული ჰქონდათ მასალები, მაგრამ ნახეთ, მათ არ შერაცხეს წმინდანად, იმიტომ რომ ელოდებოდნენ საქართველოს მართლმადებელი ეკლესიის დასკვნას და აი
მათ უნდათ რომ ჩვენთან მომხდარიყო ჯერ შერაცხვა და მე იქ. ნუ ჩვენთანაც ესე იგი ეს ადვილი არ იყო, იმიტომ რომ რთული პერიოდი ეს 90-იანი წლები, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან სწორი და ძალიან ძმური სიყვარულით ახსავსე გადაწყვეტილება პოლონეთზე ლაპარაკი და ვინც ეს საკითხი მომზადა უშუალოდ ეს მოძღვარი ნუ ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად იცნობს ამ პიროვნებას, ეს არის მამა ჰენრიკ პაპროცკი, რომელსაც ნუ ხა მე ამ შოუს აღარ მოვყვები, რატო იშრომა ესე მამა ილია მელია იყო საფრანგეთში და იყო ამისი ლექტორი და იმან დაავალა მამა ჰენრიქს, მამა ილია რომელიც იცნობდა გრიგოლ ფერაძეს და ნუ მოკლედ ამ ჰენრიკ პაპროცკი მომზადა და როდესაც გადაწყდა უკვე რომ აი ამ დღეს მოხდებოდა კანონიზაცია, მამა ჰენრიკი სპეციალურად ჩამოფრინდა საქართველოში, რომ ამ სინოდის ამ სხდომას დასწრებოდა. და იცით რა მოხდა, საოცარი ამბავი მოხდა. თვითონაც დააგვიანა და ამიტომ მამა ჰენრიკი პირდაპირ ნუ იქ მანქანა დაახვედრეს და ნუ აი მოაქანეს პირდაპირ აეროპორტიდან და რო შემოვიდა ველოდებოდით მეც ვიცნობდი კი არა, ნუ ვიცოდი ახლა მე უფრო გავიცანი. რო შემოვიდა ტაძარში ზუსტად იმ დროს შემოვიდა, როდესაც აი პატრიარქმა გამოაცხადა სინოდის მიმდინარეობა იყო ისეთი, რომ რაღაც დროს მოკლედ პატრიარქმა გამოაცხადა. ეხლა როგორ ხდება და აი ამ დროს შემოვიდა. ეხლა რა გააკეთა პატრიარქმა? ნახეთ, ესე არის ჩვენთან დაწესებული, რომ ესე იგი სინოდის სხდომაზე აუცილებლად პატრიარქის წინ, სინოდის თავმჯდომარე ვინც არის, ამ შემთხვევაში პატრიარქის წინ დევს წმინდა სახარება. ნუ რა თქმა უნდა თვითონ ეს წიგნი უშუალოდ როგორც ნივთი ხო, რა თქმა უნდა რაც უფრო მნიშვნელოვანი ძველი იქნება, სიწმინდე იქნება თვითონ ხო, აი ჩვენ გვაქვს რაღაც ძალიან ძველი სახარება არის, ის დევს ხოლმე სინოდის კრებაზე და აი ესე ორი ხელით პატრიარქმა ამაღლა ეს სახარება გამოაცხადა, რომ ესე იგი მაგალითად ეს რასაც მე შევესწარი, ეს იყო რომ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის შერაცხილი წმინდანად და აქსიოს და ესე იგი 4 კუთხით აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით გადასახავს ეს სახარება ჯვარს და ეს არის წმინდანად გამოცხადება თუ შერაცხვის წესი და ეს ზუსტად ეს წიგნი ეჭირა ხელში, როდესაც ძალიან დრამატული იყო ეს ყველაფერი. ეს მამა ჰენრიკი შემოვიდა და ნუ ეს გადაღებული არის ამ გაფართოებული კრების კადრები არსებობს და ეს მამა ჰენრიკი როგორ ესე თვალებზე ხელი უჭირავს და რო ცრემლებს ვერ იკავებს. და ესე დაესწრო მოკლედ, აი ესე მოხდა. ეს იყო აი მაგალითად კიდევ ერთი შემთხვევა. ამის შემდეგ მე თან მაშინ ვცდილობდი რომ ჩამეწერა ყველა ეს კანონიზაციის აი ვინ შეირაცხა და როდის, მაგრამ მე რაღაც დროის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი გახდა რიცხვი აი ამ ჩვენს დროში შერაცხილი წმინდანების. ნუ გამოყოფა მინდა კიდევ ერთი საკითხის, რაღაცა საჩოთირო თემა ცოტათი. საქმე ის არის, რომ აი როგორც მოგახსენეთ, პოლონეთის მართლმადებელმა ეკლესიამ დაიცადა სანამ ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას და მე რა თქმა უნდა ჩვენ შევაცხეთ, მათაც როგორც წმინდანი შერაცხეს, მიიღეს ესე იგი ეს შერაცხვა, მაგრამ იყო სხვანაირი განსხვავებული შემთხვევებიც, როდესაც არ დაგველოდა ჩვენ ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესია, მაგალითად ეს იყო უკრაინის
უკრაინის საიგზარქოსო იყო მაშინ მე კიდე ერქვა უკრაინის მართლმადებელი ეკლესია ამას მაგრამ აი ეს ჯერ კიდევ მაშინ ეგზარქოსი მართავდა უკრაინის ეკლესიას და მათ მიიღეს რაღაცა გადაწყვეტილებები რუსეთის ეკლესიის ნაწილი იყო ნუ დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც ნაწილი და მათ შერაცხეს წმინდანები, ნუ თავიანთი და მათ შორის მათ შერაცხეს მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა, რომელიც გარდაცვალებამდე აღიკვეცა დიდ სქემაში და სქემაში ქვია სერაფიმე. ესე იგი მიტროპოლიტი სერაფიმე მაჟუგარი გვარად თეთრი წყაროს მიტროპოლიტი იყო და დაკრძალული მისი სხეული არის თბილისში ალექსანდრე ნეველის ტაძარში შიგ ტაძარში არის ამაღლებული სარკოფაგი არის და მოკლედ იქ განისვენებს მისი სხეული და ესე იგი მათ არ შეგვითანხმეს ჩვენ არ შეგვითანხმეს და არ დაელოდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას და ჩვენი გადაწყვეტილებაც მე რამდენჯერმე თვითონაც მქონდა პატრიარქთან ილია მეორესთან საუბარი ამის შესახებ კითხე რას ფიქრობს და აი როგორ გითხრათ იცით წინააღმდეგი კი არავინ არ არის მისი სიწმინდეში კი არავის ეპარება ეჭვი ამ მეუფე ზინობის თუ მეუფე სერაფიმეს სიწმინდეში მაგრამ მაინც ყველაფერს თავისი წესი აქვს და ამიტომ ჩვენს ეკლესიას მისი წმინდანად შერაცხვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა საქართველოში რა თქმა უნდა ყველა თვლის მე ესე ვიცი, ყველა არავის ეჭვი არ ეპარება, რომ მეუფე სერაფიმე წმინდანია კი არა მის მიმართ თაყვანისმასაც გამოხატავენ ქართველი თუ საქართველოს მართლმადებლები, მაგრამ აი ოფიციალური დასკვნა დღემდე არ არის მის შესახებ. ნუ კიდევ ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, ნუ ვახტანგ მეფეზე გითხარით, კიდევ ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, ნუ ეს უკვე ერთ-ერთი ბოლო კანონიზაცია იყო, ეს არის მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა როგორ მოხდა და მინდა გითხრათ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი როლი იყო ამაში. კი არა, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქმა შერაცხა წმინდანად მამა გაბრიელი და ეხლა როგორ იყო ეს? მამა გაბრიელი გარდაიცვალა 1995 წელს. და ნუ მე ესწრებოდი მის დასაფლავებასაც, მე მოყოლილიც მოგ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, ნუ პირადად ვიცნობდი კარგად და ბევრი რამის მოყოლა შემიძლია და მოყოლილი მაქვს მის შესახებ. მაგრამ აი რაც შეეხება წმინდანად შერაცხვას, წმინდანად შერაცხვა მისი მოხდა აი როგორ გითხრათ, ესე იგი არსებობს აი არ ვიცი ხა ეს სიტყვები რამდენად შეესაბამება ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ. აი ზემოდან ქვემოთ არის, როდესაც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ რაღაცად, აი ცოტნე დადიანის წმინდანად შერაცხვა. წარმოგიდგენიათ, რომ ცოტნე დადიანის შესახებ ან იგივე თევდორე მღვდელი რო ავიღოთ, ხო? თევდორე კოლთელი. გადაწყვეტილება არ იყო ცნობილი, აი საქართველოს მართლმადებელ ეკლესიას გადაწყვეტილება არ ქონდა მიღებული. ეხლა ამ გადაწყვეტილებას, ეხლა რა თქმა უნდა, ეს სინოდის ოქმი რო არ შემორჩებოდა, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, მაგრამ აი ამ საკითხავებში რაც მოგახსენეთ, არსად არ ჩანდა. ეგეც გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი წიგნები, რაც გვაქვს, საფთვისმეტყველო, საფთვისმსახურებო წიგნები, მე-19 საუკუნეშია დაწერილი არა, დაბეჭდილი და ადრინდელიც გვაქვს და ხელნაწერი წიგნებიც გაგვაჩნია, მაგრამ ცხადია, რომ ეს აი ერთეულებით და ცალობით არის, ხო? ბევრი ვერ იქნება. განადგურდა უფრო სწორედ, ერთ-ერთი დიდი განადგურება ამ ყველაფრის იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ეგზარქოსმა და უფრო სწორედ სინოდის ობერპროკურორის ბრძანებით მეფის ნაცვალმა მოაგროვას ქართული წიგნები და დაწვეს რა უბრალოდ. ხო და ნუ აღარ ქონდა შემორჩენილი და აი ასეთი წმინდანების შესახებ მაგალითად კანონიზაციის აქტები შედგა საქართველოში, ცოტნე დადიანი, თევდორე მღვდელი კოლთელი და ახლა აღარ ჩამოთვლი.
ხო და აი ესენი შეირაცხენ წმინდანებად და ნახეთ რა მოხდა გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რომ ცოტნე დადიანი ესე იგი რომ შეირაცხა წმინდანად თუმცა ცოტნე დადიანი აი ესე შეიძლება ითქვას წმინდანად ესე არ იყო შერაცხილი თუმცა ნუ ხა საქართველოში არ ვიცი ხა თუ არსებობს ადამიანი რომ ცოტნე დადიანი არ იცოდეს ვინ არის და შესაბამის საყვანს არ წემდეს, მაგრამ კი გამოცხადა და ეს იყო ფაქტიურად ზემოდან ქვემოთ, ან თევდორე უდელი მაგალითად რომ შეირაცხა წმინდანად. კიდევ ბევრი კანონიზაცია მოხდა აი ამ შინაარსის, მაგალითად მარაბდის ომში დაღუპულები პატრიარქმა ყველანი წმინდანებად შეერაცხა და განსაკუთრებით 9 ძმა ხერხეულიძე დიდ და დედით ესეა ნათქვამი იმ დის და დედის და თვითონ იმ 9 ძმა ხერხეულიძის ყველასი სახელიც კი არ არის ცნობილი და ესე შეერაცხენ ესენი წმინდანებას. კრწანისის ომზე ბევრი გვისაუბრია, ეს ბოლო დიდი ომი იყო, რომელიც საქართველოს გადაიტანა და დამარცხდა. აი ამ ომში დაღუპულებიც ასევე წმინდანებად არიან შერაცხილები. მოკლედ ეს ზოგადი გადაწყვეტილებები არის ეს. მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ეკლესია ესე რომ ვთქვათ, კარგი აზრით, კარგი გაგებით იძულებულია რომ წმინდანად შერაცხოს და ეს არის სწორედ მამა გაბრიელის შემთხვევა. 1995 წელს გარდაიცვალა და მერე დაიწყო ესე იგი მის საფლავზე სასწაულები ხდებოდა და განსაკუთრებით მაგალითად მისი საფლავის კანდელიდან სამთავროში იყო დასაფლავებული და ეს ზეთი ვრცელდებოდა არ ვიცი რას არ შვებოდა ხალხი ზოგი ისვამდა ამზეც ზოგი სვამდა ამზეც საერთოდ და ჩვენს ყურამდე მოდიოდა სასწაულები რომლებიც აღესრულებოდა და ბოლოს იქამდე მივიდა რომ ესე იგი აი ბოლო ესე იგი უკვე ძალიან გავრცელებული იყო ესა და მე მინდა გითხრათ მე ადრეც ნათქვამი მაქვს ეს და ეხლა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რომ როდესაც პირველად პატრიარქმა მისი კანონიზაციის საკითხი დააყენა მე ვიყავი პირადად ამისი წინააღმდეგი ნანობ რა თქმა უნდა ეხლა მაგრამ იცით რა ნანობ თან და თან ვერ ნანობ იმიტომ რომ იცით რაზეა ეს დამოკიდებული ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე განვითარებაზე მე იმდენი სულიერება მაშინ არ მქონდა არც ეხლა არ მაქვს კი არ ვიძახი რომ რაღაც მაგრამ იმაში განსაკუთრებულად იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა ვისა პატრიარქის წყალობით მაგრამ მე ვთქვი რომ ადრეა ჯერ მისი კანონიზაცია და რაღაც დრო უნდა გავიდეს ეს იყო ჩემი ერთადერთი არგუმენტი რომ არ არის საკმარისი დრო გასული და სადღაც ქონდა წაკითხული ეხა იმასაც კი ვერ ვიხსენებ საიდან ვიცოდი ესეთი რაღაცა ვთქვი რომ იმისათვის რომ წმინდანი შეირაცხოს აუცილებლად ესე იგი მისი ადამიანი ვინც მას იცნობდა აღარ უნდა იყოს ცოცხალი რა იმიტომ რომ ეს უნდა ისტორიული ფაქტი იყოს ესე იგი რომ აი რამდენად ყვალს დატოვებს ესეთი აზრი მქონდა მე რა თქმა უნდა ეხა ამ აზრს აღარ ვეთანხმები იმიტომ რომ ჩვენ მოვახდინეთ აი ჩვენს მოვახდინეთ და მაგალითად გრიგოლ ფერაძე რო შეირაცხა წმინდანად 1995 წელს მე მოგვიანებით ბელორუსიაში ვიყავი ჩასული და იქ გავიცანი სასულიერო პირი ასეკონ რომელიც გრიგოლ ფერაძეს იცნობდა ხო და აი ხო გეუბნებით ეს არ არის არგუმენტი რომ არავინ აღარ უნდა იყოს ცოცხალი არა შეიძლება და სწორედ ამის შესახებ მინდა გითხრათ რომ აი როდესაც მამა გაბრიელი მეორეჯერ გამოიტანა პატრიარქმა უკვე კანონიზაციაზე უკვე შეუძლებელი იყო რაიმე საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა იყო რა თქმა უნდა ეს ასთა სხვადასხვაობა თავიდან მაგრამ როდესაც შეირაცხა წმინდანად პატრიარქმა თქვა რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ერთხმად რომ ყველა უნდა დაეთანხმო თუ არ ეთანხმებით გითხარით რატო არ ეთანხმებით და ასე თუ ისე მოკლედ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება და დღეიდან შეწყდეს ყოველგვარი მსჯელობა იმის შესახებ უნდა შეირაცხოს თუ არ უნდა შეირაცხოს უკვე შერაცხულია მამა გაბრიელი წმინდანად ეს იყო პატრიარქის ძალიან მტკიცე პოზიცია ეხლა რა უძღოდა ამას წინ მამა გაბრიელს ბოლო პერიოდში მისი მესენაკე იყო მერე მის სენაკს უვლიდა და საფლავს მონაზონი პარასკევა იყო სამთავროს მონასტერში და იმან გამოაცხადა ესეთი რაღაც იზმარი ქონდა რომ
აღარ მახსოვს ზუსტად რა შინაარსის იყო, რომ ვინც ამ 3 დღის განმავლობაში ჩამოვა მამა გაბრიელთან, ის მამა გაბრიელი ყველა თხოვნას შეუსრულებს. ნუ რაღაც ისეთი ხალხური რაღაცა იყო რა და იმიტომ რომ ხა ეს სიზმარი რომ სიზმრის ჭეშმარიტება რომ დადგინდეს, რომ ნამდვილად გამოცხადება, ამისთვის ეკლესიის დასკვნა საჭიროა. ამან პირდაპირ გამოაცხადა, მაგრამ რა მოხდა, იცით? ესე იგი, იმ 3 დღეში იმდენი ხალხი ჩავიდა მცხეთაში, რომ მოძრაობა გადაიხერგა საერთოდ. მოძრაობა იყო შეწყვეტილი. იმდენი ადამიანი მოდიოდა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ბოლო წვეთი, ესე რომ ვთქვათ, რის შემდეგაც უკვე შეუძლებელი იყო, რომ მამა გაბრიელი არ შერაცხულიყო წმინდანად და უკვე როდესაც სინოდზე დადგა ეს საკითხი, პატრიარქმა იცით როგორ გააკეთა მის წმინდანად შერაცხვის საკითხი, როგორ წარმოადგინა. ნუ მამა გაბრიელზე მასალების მომზადება არ იყო აუცილებელი, რომ ვიცოდეთ უკვე ყველაფერი, მაგრამ როდესაც წარმოადგინა, თქვა, რომ აი სათითაოდ იერარქიის მიხედვით ვისი რიგიც არის, ყველაზე უპირატესი ვინც არის, იმან და თქვას, მე სხვა, მოკლედ სათითაოდ ყველა ეპისკოპოსმა უნდა გამოთქვას თავისი აზრი. სანამ შეირაცხება წმინდანად, რას ფიქრობს ამის შესახებ. იმიტომ რომ იცით რატო გააკეთა ესე, ხა ვახტანგ გორგასალზე ხო გითხარით, არც მჟელია საერთოდ და ხა ცოტნე დადიანი რომ შეირაცხა წმინდანად, ნუ ზოგადად ითქვა რომ ესეა და თანახმოვართ თუ არა და თანახმოვართ, რა თქმა უნდა, ყველანი. მაგრამ მამა გაბრიელი რადგან ესეთი ახალი ამბავია რა ძალიან ეკლესიისთვის, ხა 20 წელიც არ იყო გასული, როდესაც შეირაცხა წმინდანად, ახალი ამბავი იყო და ესე იგი ამიტომ უცხო იყო ძალიან, მაგრამ ეს წესი დაადგინა პატრიარქმა, რომ ესე შეიძლება წმინდანად შერაცხვა. ესე იგი, ყველასთან, როდესაც მეც მომიწია რიგმა და მე უნდა მეთქვა რაღაც მამა გაბრიელის შესახებ, რომ აი თანახმოვარ თუ არა და რატო ვარ თანახმა, ან თუ არა ვარ თანახმა, რატო არა ვარ და ესე იგი, მე ერთადერთი რაც შემეძლო მეთქვა ამ დროს, ესეთი რაღაცა წარმოვთქვი წმინდა სინოდის წინაშე, რომ სინამდვილე შეუძლია ეს ნამდვილად ესეა. დიდი ხანია ვიცნობდი მამა გაბრიელს, დიდი ხანია, ჯერ კიდევ ვერისკაცობიდან. ხო და ესე იგი, მე მისი წმინდაში ეჭვი არასოდეს არ შემპარვია. არასოდეს, აი რომ გავიცანი, უკვე ვიცოდი, რომ აი რომ ეს ადამიანი ესე ვთქვათ, ეს ლიტერატურულად, ესე ვთქვათ, რომ ეს წმინდანია და ნუ აი რაღაცნაირად თქო ის არ ვიცოდი მე წმინდანს როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა ურთიერთობა კონდეს წმინდანთან, ხო და რომ წმინდანია რა მამა გაბრიელი ვიცოდი და ეჭვი არ შემპარვია ამაში. მაგრამ სინოდზე მე ვთქვი უწმინდეს უთხარი ესეთი რამე, რომ იცით მე სხვა რამეში მეპარება მეთქი ეჭვი. ეჭვი იმაში კი არ მეპარება მამა გაბრიელი არის წმინდანი თუ არ არის. რამდენად მე როგორც ასეც, აი ადამიანს, თუნდაც მღვდელთავარს, ხო? რამდენად მე მაქვს იმის უფლება, რომ ეს შეფასება გავაკეთო. იმიტომ რომ, როდესაც შენ ამბობ ადამიანზე, ან არის წმინდანი, ან არ არის წმინდანი, ხო? რაღაცით უტოლებ თავს რა ფაქტიურად და აი ძალიან დიდი კადნიერება. აი როგორ რის საფუძველზე შემიძლია მეთქი, მე აი ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, მე ამის თქმის უფლებას ვერ ვაძლევ ჩემ თავს და პატრიარქმა მოგვანიჭა ჩვენ ყველას სინოდის წევრებს აი ამის უფლება, აი ამის შეფასების გაკეთების. მე მივხვდით ყველანი ჩვენ ამას, რა ვიცი ყველანი, მაგრამ მე ჩემამდე ეს მე გვიან მოვიდა ის, რომ ფაქტიურად აი როდესაც მეც რა თქმა უნდა თანხმობა გამოვთქვი, შეირაცხა წმინდანად და გამოვიდა რა ფაქტიურად, რომ პატრიარქმა ის რაღაცას ახალი და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წმინდანად შეირაცხა ადამიანს, რომელსაც ძირითადად ყველანი ვიცნობდით ახლოს. ხო და აი მამა გაბრიელზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ მე მივხვდი, რომ რაღაცა გარკვეული კადნიერება მომანიჭა პატრიარქმა მე პირადად და ყველას ვინც იმ სინოდში მონაწილეობდა, რომ თქვა, რომ აი ჩემია, ეცით რაზე ელაპარაკი, რომ აი მე ჩემი აზრი გამოთქვა, რომ მე ვთვლი, რომ იგი არის წმინდანი. აი ეს იყო თავარი ახალი ნაბიჯი და პირადად პერსონალურად აი მამა გაბრიელზე და აი ამითი ფაქტიურად ძალიან შეიცვალა შემდეგ ჩვენი ცხოვრება, საეკლესიო ცხოვრება, გარდა იმისა, რომ მამა გაბრიელის
სახელი დღეს თელ სოფლიოში არის ცნობილი და უცებ მიიღო ეკლესიის სისავსე იმიტომ რომ მომზადებული იყო ის იცოდნენ მის შესახებ და ელოდებოდნენ და აი ხო გეუბნებით უკვე ლამის გარდაუვალი იყო და ამიტომ ძალიან სწრაფად გავრცელდა დღეს გუნი მართლმადიდებელი ეკლესია აღარ არსებობს რომ არ თაყვანს არ ცემდეს მის ხატები გავრცელდა ზეთი დღემდე ვრცელდება და სასწაულებს აღთენს და ეს სასწაულები რაც აღესრულება რაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოკლედ აი ესე იყო მამა გაბრიელის შემთხვევაში უკაცრავად და ამის შემდეგ კიდევ რაღაცები მოხდა უკვე ჩვენს ეკლესიაშიც და არა მარტო აი რა მინდა გითხრათ რომ სანამ ბოლო კანონიზაციის შესახებ მოგიყვებოდით რა მოხდა ჩვენს ეკლესიაში ესე იგი მე უკვე მოგვიანებით მამა გაბრიელის შემდეგ რა თქმა უნდა მომიხდა მოგზაურობა უცხოეთში და ძირითადად ეს არის საბერძნეთის ეკლესია და ერთი რომ ათონის მთაზე გავიცანი ძალიან სულიერი და ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ეს არის ჩვენ ესე ვამბობთ სქემარქი მანდრიტი იმიტომ რომ იქ ათონის მთაზე ყველანი დიცქემაში არიან აკვეცილები თვითონ ესენი სქემარქი მაგვიზინ თვითონ ერთმანეთს როგორც დემონაზონი ისე მოიხსენებენ ის იქაური ტრადიცია ესეთი მოკლედ სქემარქი მანდრიტი გრიგოლი გვარად არის ზუმისი ეს იყო დოქიარის მონასტრის იღუმენი და მე ამ ადამიანთან მქონდა მრავალწლოვანი ურთიერთობა სიახლოვე და მან მომცა ამისი რაღაცა კადნიერება რომ მე ვიხმარო ეს სიტყვა რომ მეგობრობდი მასთან იმიტომ რომ დღეს ამ მეგობრობას მთელი მონასტერი აღიარებს დოქიარის და ჩემს მასთან პირად სიახლოვე ყველამ იცის იქ დოქიარის მონასტერში და გარდაიცვალა მამა გრიგოლი გარდაიცვალა და ანდერძად ესე დაიბარა რომ იმავე დღეს როგორც კი გარდაიცვალა მაშინვე დამასაფლავეთ და შესაბამისად მის დასაფლავებაზე შეუძლებელი იყო მოხვედრა თითქმის შეუძლებელი მე უბრალოდ რომ გავიგე რომ გარდაიცვალა აი უცხოეთში ვიყავი და არაფრით ბილეთი ვერ ავიღე თვითმფრინავის რომ ჩამესწრო თორე რა თქმა უნდა მომიდებოდა ჩასვლა მაგრამ სამაგეროთ 40 ჩატარდა ესე 40 დღე უკვე წინასწარ მე 40 დღე იყო ცნობილი უამრავი სტუმარი ჩამოვიდა მეც ჩავედი და წირვაშიც მივიღე მონაწილეობა და როდესაც ესე იგი წირვა დაამთავრდა და დიდი ტრაპეზი გაიშალა ესე იგი სტუმრებისთვის აი მე მაშინ ესეთი რამ უთხარი მონასტერს და ყველა სტუმარს იქ მთავრები იყვნენ ბევრი დღეს აღარც არის ცოცხალი ხო და ესეთი საზოგადოება იყო და მე ესეთი რამ უთხარი რომ აი ჩვენ ცოტა ხნის წინ შევრაცხეთ წმინდანად მამა გაბრიელი და პატრიარქმა მოგვანიჭა ჩვენ ეს უფლება რომ ჩვენ ეს შეფასება გავაკეთოთ არის თუ არა წმინდანი ხო და აი მე ამ მონიჭებული უფლების ძალით სპეციალურად ჩამოვედი მე ვთხარი რომ ჩემი აზრი გითხრათ მამა გრიგოლ ზუმისის შესახებ ახლა სულებით არ გვეხება ჩვენ ხო საქართველოს ეკლესიას მამა გრიგოლი წმინდანად შეირაცხება თუ არა არ არის ეს ჩვენი პრეროგატივა ხო და მე ვთხარი ესეა მეთქი ნამდვილად მაგრამ შეგიძლიათ მეთქი აი გაითვალისწინოთ ჩემი დამოწმება მე შემიძლია ვთქვა რომ მე ვთვლი მაგ ამისი უფლება რომ ეს თქვა რომ მე ვთვლი რომ მამა გრიგოლ ზუმისი არის წმინდანი თუ ეს რაიმეში გამოგადგება თუ ეს როგორც არგუმენტი თუ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში საბერძნეთის მართლმადებელი ეკლესიის წინაშე აი მე მაგალითად ვთვლი მეთქი რომ ეს ამის შემდეგ კიდე მქონდა მე რამდენიმე ესეთი შემთხვევა განსაკუთრებით კერკირა ბერძნები ეს ეძახიან და ჩვენ ვეძახით დასავლეთი სამყაროც ეს ეძახის კორფუ კუნძულია და იქ მიტროპოლია და აი კორფუზე ვიმოგზაურე და რამდენიმე ადამიანი გავიცანი ზოგი ცოცხალი
და ზოგი ახალი გარდაცვლილი, რომლებიც ნამდვილად როგორ გითხრათ, აი ნამდვილად ისე ცხოვრობდნენ თუ ცხოვრობენ, რომ ესე იგი მათი კანონიზაციის საკითხი ადრე თუ გვიან დადგება დღის წესრიგში. ნუ უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ასეთი წმინდანი იყო ანასტასია, მე ვიტყოდი ახლა უკვე თამამად, რომ წმინდა ანასტასია ფეხშიშველი, ესე ეძახიან, წმინდა ანასტასია, რომელიც მე როდესაც იქ ჩავედი, მისი საფლავი მომინახულე და რომ მოვისმინე მისი ცხოვრების შესახებ და რაღაც, ნუ რა გითხრათ, ესე იგი, ნამდვილი წმინდანი, ოღონდ არ იყო შერაცხილი ჯერ. ოღონდ იყო ესეთი გადამოცემა არსებობდა, რომ წმინდა ანასტასიას საფლავიდან იქ მოკირწყული იყო იმისი მარმარილოს კენჭებით. და თუ შენ თხოვდი წმინდა ანასტასიას, შეგელო 3 კენჭი წამოგეღო იქიდან და შემდეგ თողონ პირობა ესეთი იყო, რომ თუ ეს თხოვნა შეგისრულდებოდა, უნდა მისულიყავი და ეს 3 კენჭი დაგებრუნებინა მის საფლავზე. მე წამოვიღე 3 კენჭი იქიდან, ჩემი პირადი თხოვნა მქონდა, ჯანმრთელობის შესახებ, ჩემი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის შესახებ და ეს თხოვნა რომ შესრულდა, მე სპეციალურად წავედი შემდეგ, ჩავედი ამ კორფუზე და შევხვდი მიტროპოლიტს შევხვდი და მოუყევი ეს ყველაფერი და სპეციალურად მივედი და საფლავზე 3 კენჭი დავაბრუნე. ეხლა მე ვერ გეტყვით ამან, ალბათ ერთ-ერთი წვეთი ესეც იყო, რომ ეს თასი აღსებულიყო და ამის შემდეგ მოხდა, როდესაც ესე იგი იქაურმა ეკლესიამ, ანუ ეს ეკლესია საბერძნეთის ეკლესიაში შედის, მაგრამ როგორც ადგილობრივი ესე იგი აღიარება, ესე ქვია ადგილობრივი აღიარება, მიტროპოლიტმა მოკლედ გახსნა საფლავი, მისი უხრწნელი სხეული ამოიღო და მოკლედ შეირაცხა წმინდანად, ოღონდ ჯერ არ არის სრული საბერძნეთის ეკლესიის თუ მსოფლიო საპატრიარქოს დასკვნა, ნუ ეს ეკუთვნის საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ აი ესე ადგილობრივი თაყვანისცემისათვის, ადგილობრივი თაყვანისცემის წმინდანი, ალბათ ქართულად ესეა, აი ესე შეირაცხა ეს ანასტასია და სხვათა შორის მე კიდევ წამოვიღე იქიდან 3 კენჭი და პატრიარქისთვის და როდესაც მოუყევი უწმინდესა ეს ამბავი, მითხრა რომ მომიტანე მე შემინახავ მაგ კენჭებსო და ვთხარი ოღონდ თუ შეიძლება ეხლა თუ ეს კადნიერებაში არ ჩამეთვით, ოღონდ თქვენ რომ დააბრუნებთ მე ვთხარი ამ კენჭებს თუ შეიძლება მეც ვიქნები თქვენთან ერთად მეთქი მაშინ იმ მოგზაურობაში. მოკლედ ეს საპატრიარქოში დღემდე ეს 3 კენჭი არსებობს და გარდა ამისა, მოკლედ, კიდევ შემილია წმინდა ანასტასიაზე ლაპარაკი, მაგრამ ესე იყო. შემდეგ კიდევ გავიცანე იქ ძალიან ესეთი ცოლქმარი, რომლებიც ნამდვილად წმინდანები არიან, იმიტომ რომ 3-ჯერ ქონდათ გამოცხადება, ესე იგი მამა ესენი არიან თეოდორა და სპირიდონი. ეს სპირიდონი მღვდელი იყო, გარდაიცვალა ეხლა, ეს თეოდორა ცოცხალია. და ესე იგი წმინდა სპირიდონ ტრიმითუნწელი გამოეცხადა და 2-ჯერ გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. აი რაღაც ესეთი ამბებია. მოკლედ მე დავბრუნდები ახლა საქართველოში ისევე და მინდა გითხრათ, რომ აი ეს წმინდანად შერაცხვა, ეხლა ეს უნდა მოგიყვეთ. ფაქტიურად რაზე არის ეს დამოკიდებული. და სანამ ამ თემაზე გადავიდოდე, უშუალოდ მინდა გითხრათ კიდევ ერთი კანონიზაციის საკითხი, რომელიც ჩვენს პატრიარქის სახელთან არის. ან ბოლო კანონიზაცია ჩვენს ეკლესიაში როგორ მოხდა, ეს იყო კალისტრატე ცინცაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ჩვენ პატრიარქს კი ნათქვამი აქვს, რომ ეს ბოლდროვის პატრიარქები ამ რევოლუციის შემდეგ, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, რომ ისინი ყველანი წმინდანები არიან სინაგოგაში, მოწამე პატრიარქები არიან ყველა. ხო და აი ეს ესე იგი, კირიონ მეორე პირველი კათოლიკოს პატრიარქი აღდგენის შემდეგ წმინდანად შეირაცხა. ამბროსი ხელაია წმინდანად შეირაცხა. სინოდზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები. ხო და ესე იგი, აი ბოლო
სინოდის კრებაზე, ერთ-ერთ ბოლო კრებაზე, იყო უწმინდეს კალისტრატეზე ლაპარაკი და ითქვა, რომ მომზადდეს მასალები ამის შესახებ, მაგრამ ამას ყველაფერს დრო უნდოდა და ერთ-ერთი ბოლო სინოდის კრება იყო, როდესაც მეუფე კალისტრატე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე მარგალიტაშვილი, ესე იგი, აი ამ შუა სინოდის ხომაზე წამოდგა და პატრიარქს უთხრა, რომ აი თქვენ უწმინდესობაო, დავიჩოქებო და შეგევედრებითო, პირდაპირ შეგევედრებითო, რომ უწმინდესი კალისტრატე შეურაცხოთ წმინდანათო. და ისეთი შთამბეჭდავი იყო მისი ეს მოწმობა. ის თვლიდა, რა თქმა უნდა, ჩვენც ახლა არაფერი საწინააღმდეგო არ ქონდა, მაგრამ მაინც პროცედურულად ესეა რა, მასალები უნდა მომზადდეს. ხო და აი თუ შეიძლება შეურაცხოთო და პატრიარქი დაეთანხმა. შემდეგ კეჭისყაზე დააყენა ეს საკითხი და ჩვენ არავის არაფერი საწინააღმდეგო არ ქონდა და აი ამ სინოდის კრებაზე უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე შეირაცხა წმინდანად და ეს ერთიანი აი ამ ერთჯერადი ესეთი გადაწყვეტილებით და საოცარ რაღაც მოხდა შემდეგ. აი მის შემდეგ მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა და ფაქტობრივად ეს იყო მისი ბოლო სინოდი იყო რა და აი ფაქტიურად მეუფე კალისტრატემ ეს როგორც ანდერძი თუ რა ვიცი ეს დაგვიტოვა, იმიტომ რომ ის რომ მაშინ არ მომხდარიყო წმინდანად შერაცხვა უწმინდესი კალისტრატეს ალბათ დიდი ხნით გადაიდებოდა. გარემოებების გამო ხო გეუბნებით თვითონ მეუფე კალისტრატეს წმინდანად შერაცხვაზე ორი აზრი არ ყოფილა რა, მაგრამ აი გარემოებების გამო ის შეიძლებოდა ესე მალე არ შერაცხილიყო წმინდანად. და ბოლოს მინდა გითხრათ ესეთი რამ, როგორც მოგახსენეთ, აი მამა გაბრიელის შემთხვევაში. ესე იგი, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, ისეთი საზოგადოებრივი აზრი იყო უკვე შექმნილი და გარკვეულწილად ზეწოლაც იყო ეკლესიაზე, რომ უკვე რომ არ შერაცხულიყო წმინდანად, ეს ესე იგი უბრალოდ არ გამოვიდოდა რა. ხო და აი უწმინდესმა თქვა მაშინ ესეთი რამე, რომ ეს ახლა თქვენ გონიათ რომ ჩვენ შევრაცხეთო წმინდანათო და ჩვენ კი არ შევრაცხეთ. რა თქვა იცით რომ ის თვითონ არის წმინდანი და ჩვენ უბრალოდ ეს დავადასტურეთ. ჩვენ კი არ შევქმენით მამა გაბრიელი როგორც წმინდანი. ჩვენ კი არ გამოვიმასქენით, რა ქვია, აი ჩვენ კი არ გადავწყვიტეთ რომ ის წმინდანია. ჩვენ უბრალოდ ვაღიარეთ რომ ის არის, აღიარება ესა რა. ხო და აი ხა ეგ მინდა გითხრათ, ესე იგი თვითონ ჩვენი პატრიარქის წმინდანად შერაცხვაზე სხვადასხვა აზრი არსებობს და რა აზრი არსებობს, ესე იგი რომ მე არ გამიგია ჯერ, ესე იგი ისევ ვიძახი რომ ეკლესიის შიგნით, თორე ეკლესიის გარეთ ეხა 1000 გვარი ცილის წამება და ჭორიც ვრცელდებოდა პატრიარქზე და ეკლესიის შიგნით მე ესე იგი კი როგორ არ გამიგია ხა სინამდვილე რომ ვთქვათ ეს ცილის წამებები სამწუხაროდ ეკლესიის შიგნიდან მოდიოდა, მაგრამ ძირითადად ეკლესიის წევრები ყველანი თვლიან რომ ეს ესეა. რომ ადრე თუ გვიან მოხდება, აი ყველგან ეს ფრაზა მესმის, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შეირაცხება და მართლაც ესე იქნება რაღაც რო გავა და აუცილებლად თვითონ პატრიარქი მოაწყობს ამას, თვითონ ილია მეორე მოაწყობს ამას, რომ ეს საკითხი დადგება დისკუსიის და მე ვფიქრობ ძალიან შორსაც არ გადაიწევს ეს, მაგრამ აქ არის ერთი ისევ პროცედურული საკითხები არსებობს იმისათვის, რომ ადამიანი, ესე იგი წმინდანად, ეკლესიის წევრი შეირაცხოს წმინდანად, რამდენიმე პირობა არის საჭირო, რომ არსებობდეს. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, მისი აღსარებლობა, რომ ის არის ნამდვილად მართლმადიდებელი ქრისტიანი და ქადაგება, რომ ის ქადაგებს მართლმადიდებლობას. მეორე არის ის, რომ მისი ცხოვრება, პირადი ცხოვრება არის წმინდა ცხოვრება. რომ ის ესე იგი მარხულობს, ლოცულობს, მოღვაწეობს და ესე იგი როგორი პირადი ცხოვრებით ცხოვრობს. მესამე არის სასწაულები, რომლებსაც ის ახდენს სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ. ეს არის აი რაც იქნება გათვალისწინებული
და კიდევ ერთი რამდენიმე ნიშანი კიდე არსებობს შერაცხვის, მაგრამ კიდევ ერთი არის საყოველთაო თაყვანისცემა. საყოველთაო თაყვანისცემა, რაც აი მამა გაბრიელის შემთხვევაში აღმოჩნდა გადამწყვეტი. და მინდა გითხრათ, რომ აი ეს ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში საყოველთაო თაყვანისცემა, მეტი რაღაც საყოველთაო ფაქტიურად ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ თერმა ერმა გააცილა, იმიტომ რომ გარდა იმ მის უკანასკნელ გზაზე, გარდა იმ მილიონზე მეტი ადამიანისა, რომლის მისვლაც დაფიქსირდა ტაძარში და გასვენებაში, ვინც იყვნენ ფიზიკურად. შემდეგ გავრცელდა უკვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, როგორ დგანან ამ დროს ადამიანები, რომლებიც ვერ მივიდნენ დასაფლავებაზე რაღაც მიზეზის გამო. დგანან სამსახურებში მუშაობა გაჩერდა, დგანან როგორ ეს ფოტოები არსებობს, აი სანთებული სანთლებით ხელში. სახლებში, დაწესებულებებში და აი ესე მიაცილებენ პატრიარქს და შეიძლება ითქვას, რომ მთელმა ერმა მიიღო ამაში, ზოგადად აი მთელმა ერმა მიიღო მონაწილეობა. აი ეს არის საყოველთაო აღიარება და კიდევ ბოლოს ვიტყვი, რომ აი რაც მინდა ვთქვა პატრიარქთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წმინდა სინოდმა და რა თქმა უნდა ამ საკითხის სინოდზე დაყენების პრეროგატივა, რა თქმა უნდა აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს შიო მეორეს. უკაცრავად შიო მესამეს, ესე იგი უწმინდესმა შიომ უნდა დააყენოს მისი პრეროგატივა და ესე უნდა მოხდეს ალბათ გამოცხადება. სხვანაირად ვერ მოხდება უბრალოდ გამორიცხული. ხო და მაგრამ რის საფუძველზე უნდა მოხდეს? აი ეს ნიშნები ძალაშია ჩამოგითვალეთ და აი ბოლო ნიშანი მინდა ამას გავუსვა ხაზი, რომ ესე იგი პატრიარქი სიცოცხლეში აღწენდა სასწაულებს ნამდვილად. ცნობილია, ბევრი შემთხვევა დაფიქსირებული, ერთი მინდა მაგალითისთვის მოვიყვანო, ცნობილი ქართველი მსახიობი იყო და ძალიან დასაფასებელი პიროვნება, კახი ყავსაძე, რომელსაც უკანასკნელი სტადია ჰქონდა დადგენილი სიმსივნე და წავიდა გერმანიაში უნდა წასულიყო და არ ვიცი ოპერაციული გააკეთებია თუ რაღაც, მოკლედ გერმანიაში წასულიყო სამკურნალოდ და პატრიარქთან მივიდა წასვლის წინ და ლოცვა-კითხვა სთხოვა, მოუყვა ეს ყველაფერი, პატრიარქმა დაულოცა და რო ჩავიდა და რო გასინჯეს ნასახი აღარ იყო, აი ნასახი ამ სიმსივნის. ეს იყო რაღაცა ისეთი სასწაული, მე ჩამოვიდა, გაოგნებული პატრიარქთან მივიდა, მოკლედ ცნობილი ამბავია ეს. და მინდა გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევები სიცოცხლეში ბევრი იყო და გარდაცვალების შემდეგაც უამრავი შემთხვევა არის ამისი განკურნების. ახლა მინდა დაგისახელოთ ზუსტად. ესე იგი, როგორ შეიძლება ახლა რასაც მე ვამბობ, ამისი გადამოწმება ამ სიტყვების. ესე იგი, სიუნში პატრიარქის საფლავზე ყოველთვის არიან სტიხაროსნები, რომლებიც ამ საფლავს ემსახურებიან. იქ არიან სულ. ხო და ესენი ეხმარებიან ადამიანებს საფლავის თან მისვლაში, რომ ეს რიგი იყოს, იმიტომ რომ სულ რიგი დგას იქა, სულ ესე აი რომ არავინ არ არის, ესეთი შემთხვევა საერთოდ არ არსებობს იქ. ხო და აი ეს ხალხი რომ მოდის, ესენი ეხმარებიან რომ რიგი არსებობდეს, მივიდეს და რაღაცნაირად მოწმენი არიან, აი რისი ხა გეტყვით. მაგალითად, მოდიან და პატარა ბავშვები მოყავთ და საფლავზე აწვენენ და ეს იკურნებიან ეს ბავშვები. ასეთი შემთხვევები არსებობს და მე მინდა ესე იგი აქედანაც მიმართო მათაც და თქვენს ყველას მინდა გითხრათ, ხა გეტყვით რა მოქმედებობაში. და მათ რამდენიმე შემთხვევა მე ამას იმით რომ ვიყავი, ხა აი მილიაობას ჩასული. ესე იგი რამდენიმე შემთხვევა მომიყვეს რაღაცა ძალიან სამბეშტავი რა. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო ესეთი, ერთ-ერთმა სტიხაროსანმა მომითხოვა, იყო ესეთი, რომ მოვიდა ექიმი საავადმყოფოდან და ამას უთხრა აი ამ სტიხაროსანს, რომ ესე იგი პაციენტიო, ჩემი ავადმყოფიო, ითხოვსო სპეციალურად გამომაგზავნაო, რომ აი ეს არის ტელეფონი, ესე იგი დაურეკა იმას და ეს ჩართული ტელეფონი დადების საფლავზე, პატრიარქის საფლავზე. იმ პაციენტს რაღაცა აქვს პატრიარქისთვის სათქმელი. ხო და რა ელაპარაკა ახლა პატრიარქს. ესე იგი უთხრეს, რომ აი ტელეფონი დევს და იმან დაიწყო იქ საუბარი.
აი რა ესაუბრა პატრიარქს ახლა ვინიც ის მაგი ვერ იტყვის ამას ხო ისაუბრა და აქ უკვე ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა რა რაღაცნაირად და ამ სიხარულსა უთხრა ამ ექიმს რომ თუ შეიძლება ავიღოთ ხა ეს ტელეფონიო და ნუ ხვებიც რომ მივიდენო რა ნუ აიღეს ეს ტელეფონი და ის დაელაპარაკა ეს ექიმი და მოუტრიალდა სიხარულსანს და ახლა არ ვასახელებს თორედ კონკრეტული ადამიანი იყო შეხედულობაში და უთხრა რომ იცი რაო ძალიან გთხოვს რომ არ დაუმთავრებია საუბარიო და ცოტა ხანი კიდე დადებითო ეს ტელეფონი საფლავს. აი ხა ეს ამას ხო ვერ გამოიგონებ ადამიანი. და მოწმეებიც არსებობს და დადეს ეს ტელეფონი კიდე რაღაც გარკვეული დრო და ნუ მოკლედ მე როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცით და ნუ კიდევ ერთი გოგონას შესახებ მითხრეს კონკრეტულ პიროვნებაზე მოკლაპარაკი რომ ესე იგი რაღაც მოშორებით იდგა და სულ რაღაცა ცრემლები გადმოდიოდა რაღაცა და რომ კითხეო რა ხდებაო რატო რა შეასაქმე ესე იგი მე მკერდის სიმსივნე მაქვს ამ გოგონამ უთხრა ხო და მე მიდიო და აი მივიყვანეო საფლავთანო დაიჩუქა ერთხვი ამ საფლავს შესთხოვა და რამდენიმე დღის მერე მოვიდა ეს გოგო გახარებული აი ნასახი აღარა აქვს სრულად განიკურნა მე ვერ გეტყვით ახლა იქ ვეღარ მოვახერხე გადამოწმება როდესაც მე ხა ვიყავი ბოლოს იქ იყო ახალგაზრდა ქალი რომელიც ჩემთანაც მოვიდა და მითხრა რომ აი მე პატრიარქს ვთხოვე და ავად ვიყავი სიმსივნე მქონდა და განიკურნე არ ვიცი ეს ერთ იგივე შემთხვევაა თუ არა ხა ვეღარ დავაზუსტე მაგრამ რის თქმა მინდა იცით რომ ესე იგი უამრავი შემთხვევა არსებობს ამისი და ეს შემთხვევები უნდა მოგროვდეს უნდა დაიწეროს და მე ამ სიხარულს იმსაც მინდა ვთხოვ აქედან მიმართო და თქვენც მინდა ყველას გითხრათ რომ თუ შეიძლება ესეთი რამე რო გავაკეთოთ რომ აი ხა ეს როდესაც ეს ვიდეო გამოქვეყნდება ხო რომ ესე იგი თქვენ კომენტარებში ნუ რა თქმა უნდა კარგი იქნება რომ ანონიმური არ იყოს ეს და თუ შეიძლება რომ სახელი და გვარით მიუთითოთ რა სასწაული მოგიხდინათ პატრიარქმა ხო და თუ არა და ნუ ყოველ შემთხვევაში ანონიმური მაინც რომ დადოთ და აღწეროთ ზუსტად რა თხოვეთ და რა თქმა უნდა შეგისრულოთ ამას ძალიან დიდი როლი შეიძლება კონდეს მე წმინდანად ნუ დაჩქარებულ წმინდანად დაჩქარებულ შერაცხვაში და ბოლოს მინდა დავასრულო ეს საუბარი დღევანდელი რითი იცით რომ ესე იგი ეს წესი აი როდის შეიძლება ესეთი ჩამოყალიბებული და ზუსტად გაწერილი არ არსებობს რა ხო და შემთხვევების მიხედვით გინდება მე როგორი წესები არსებობს და ეს დაჩქარებული შერაცხვა წმინდანად ეს თვითონ ჩვენი პატრიარქის სახელთან არის დაკავშირებული მამა გაბრიელს რაც შეეხებოდა ხო და ესე იგი არსებობს წმინდანად წესი ესე იგი ესეც დასავლეთის სამყაროსდან მოდის ასეთი ესა ნუ რა მოდის იცით სახელი აქვს დარქმეული ამ დაჩქარებულ ესე იგი წმინდანად შერაცხვას ქვია სანტო სუბიტო ნიშნავს წმინდანი სუბიტო ნიშნავს დაუყოვნებლივ ანუ დაყოვნების გარეშე აი იმ წუთასვე მაშინათვე წმინდანად შერაცხვა სანტო სუბიტო ესეთი წესიც არსებობს ხო და იმას ვამბობდი რომ ესე იგი თუ შეიძლება რომ აი ეს შემთხვევები თუ მოხერხდება რომ აი კომენტარებში დაგვიდოთ თუ არა და შეიძლება დაწეროთ ეს წერილები და საპატრიარქოში გააგზავნოთ და აი იმის მიხედვით ჩვენ როგორი თაყვანისცემა გვექნება ჩვენი პატრიარქის იმის მიხედვით ესე იგი დაჩქარდება ეს რომ აი გამოცხადდეს საყოველთაოდ გამოცხადდეს და მიიღოს ჩვენმა ეკლესიამ ეს დასკვნა მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა ესე იგი ამის თქმა მინდოდა რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ეს გამოცხადება თორე ხო გეუბნებით ახლა მე მაგალითად ეჭვი არ მეპარება ჩვენი პატრიარქი რო წმინდანია
და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ასევე რომ არ ეპარება, მაგრამ ეს რომ ვაღიაროთ ჩვენ და საყოველთაო თაყვანისცემა რომ აღვასრულოთ, ამისათვის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სინოდმა უნდა ეს დასკვნა გააკეთოს და ეს რა თქმა უნდა სინოდის წინაშე ჩვენმა ახალმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამე უნდა წარადგინოს ეს სინოდზე და ყველაფერს ალბათ თავისი დრო აქვს. მე კი ამითი დღეს დაგემშვიდობებით ჩვენი პატრიარქის სიწმინდეს შევედრებული და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო რომ აი მე პირადად ვადასტურებ მე სხვა არაფრის უფლება არ მაქვს ვადასტურებ მე ჩვენი პატრიარქის წმინდანობის შესახებ და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ რა მოხდა ჩვენ რამდენიმე 2-3 წლის წინ ჩვენს ეპარქიაში ჩატარდა სიმპოზიუმი კონფერენცია საერთაშორისო კონფერენცია ბოლო ჟამის მნათობები ესე ერქვა და რამდენიმე პიროვნების შესახებ მოიწვიეთ მთელ მსოფლიოდან ადამიანები რომ ესე იგი ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ წმინდანად შერაცხვის უფლება არ აქვს რომ მათ შესახებ ყოფილიყო საუბარი და მინდა გითხრათ რომ რამდენიმე ესე იგი ეს ბოლო ჟამის მნათობი ესე შეგვიძლია უწოდოთ შეირაცხა უკვე წმინდანად ესე იგი აი განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი რომელზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ კონფერენციაზე რომლის კანონიზაციაში პრობლემა იყო ძალიან რა იცით ესე იგი თავიდან ის იყო საზოგადოების რუსული ეკლესიის წევრი შემდეგ ეს მონასტერი სადაც ის ცხოვრობდა გადავიდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში და ბოლოს საერთოდ საზოგადოების რუსული ეკლესია შეუერთდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ანუ ვინ უნდა მიიღოს მისი კანონიზაციის შესახებ გადაწყვეტილება არ არის დღემდე არ არის ესე იგი რაღაცნაირად გარკვეული. და მე მქონდა სხვათა შორის რუსეთის ეკლესიასთანაც საუბარი, ამ რუსეთის საზოგადოების ეკლესიასთანაც საუბარი, რომელიც დამოუკიდებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაშია და სერბეთის ეკლესიასთანაც მქონდა ამის შესახებ საუბარი და სირთულე იყო და ესე იგი ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ მას როგორც წმინდანს ვაღიარებთ. მე ხედელობაში მაქვს ჩემს ეპარქიაში და პირადად მე გავაკეთე ეს განცხადება, კი არ შემირაცხავს წმინდანად. მე გამოვაცხადე, რომ თვლი, რომ ესე იგი ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის წმინდანია. რომ რაღაცა დავხმარებოდით ამ ესე იგი ამ სამივე ეკლესიას და შედეგი იყო ესეთი. რომ აი სულ რამდენიმე თვის წინ საზოგადოების რუსული ეკლესია, ეს არის ემიგრაციის ეკლესია, შეიკრიბა და ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, ეს იყო სერაფიმე როუზის წმინდანად შერაცხვა და მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ოღონდ ეს გადაწყვეტილება სანამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დაადასტურებს, ძალაში ვერ შევა. ანუ საყოველთაო აღიარება მხედველობაში. მაგრამ სამაგიეროდ ეკლესიაში არსებობს ესეთი წესი, ადგილობრივი მნიშვნელობის წმინდანი, ადგილობრივი აღიარების. და ის სწორედ რუსეთის საზოგადოების რუსულმა ეკლესიამ თავის ადგილობრივ წმინდანად გამოაცხადა სერაფიმე როუზი და მინდა გითხრათ, რომ ამას სწორედ ეს უძღოდა წინ. ჯერ კომისია შეიქმნა და მანამდე ის რომ ეხლა მე კი გარკვევით თქვი ისე რომ მე უბრალოდ ვაღიარებ და წმინდანად ვერ შევაცხა, მაგრამ რაღაც ხმები დადიოდა. ჩვენ ეკლესიას არც მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც ქონდა ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. რა თქმა უნდა, ეს იმათი წმინდანია, ანუ იმათი წევრია. მაგრამ ეს ხმა გავრცელდა, რომ აი საქართველოში უკვე აღიარეს წმინდანად და რაღაცა ეხლა ზოგმა დააზუსტა, მეკითხებოდნენ, ქონდა ესეთი შემთხვევები საუბრები და მე უხსნიდი ამას, რომ ესე იგი მე უბრალოდ ეს გამოვაცხადე, რომ ესე იგი მიმაჩნია, რომ წმინდანია და იქი ესე გავრცელდა, რომ ესე იგი შერაცხეს და ეთყობა დაფაცურდნენ ისინი და მოკლედ რაღაც პროვოცირება იყო აქედან, ამის თქმა მინდა და აი დღეს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც მოგახსენეთ, წმინდა ანასტასიაზე იყო მიღებული და კიდევ იყო ესეთი შემთხვევები და მოკლედ ამით ის თქმა მინდა. რომ ჩვენზე აი ადამიანებზე არის ძალიან დამოკიდებული წმინდანად შერაცხვის დაჩქარება.
დაჩქარება, ეს არ არის ცოდვა, ეს არ არის ზედმეტი კადნიერება, აი ვინც თვლის რომ წმინდანია, უნდა გამოხატოს ეს რაღაცნაირად და რატო თვლის ესეც. მოკლედ ამის თქმა მინდოდა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეკლესია, მართლმადებელი ეკლესია, საქართველოს მართლმადებელი ეკლესია მალე მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი პატრიარქის ილია მეორის კანონიზაციის შესახებ. იცით, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინვე მთელი მსოფლიო აღიარებს და მიიღებს ეს ყველანაირად კითხულობენ კიდევ ალბათ ამას უნდა დავამატო კიდე ის, რომ გარდაცვალებიდან ორი კვირის თავზე ზუსტად საბერძნეთში შეიქმნა ჩვენი პატრიარქის ხატი, უпростоრად ფრესკა. ძალიან შთამბეჭდავია, ესე გამოიყურება და კიდევ რამდენიმე ხატი არის შექმნილი უკვე ჩვენი პატრიარქის. სხვათა შორის სერაფიმე როზის ხატი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კანონიზაცია არ იყო შექმნილი და მე როდესაც ჩამოვედი, ვიყავი მისი 40 წლის გარდაცვალების იუბილეზე და იქიდან ჩამოვაბრძანა ეს ხატი მაჩუქეს იქ. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, ასე რომ ესეც რაღაცნაირად ეკლესიის სისავსე ამასაც იტევს მოკლედ და ესეც არ არის, ესე იგი, ეს არის სიყვარულის გამოხატულება და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სინოდის გადაწყვეტილება უნდა იყოს ესეთი, რისი დიდი იმედიც მაქვს, ამითი კი დაგემშვიდობები დღეს და ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვებს. ჩემი აზრია ეს პირადად, თუმცა ეკლესიურ ტრადიციას ეყრდნობა სანტო სუბიტო, წმინდანი დაყოვნების გარეშე. ესეთი რამ არსებობს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აი ჩვენი პატრიარქი იქნება სწორედ სანტო სუბიტო. ღმერთმა დაგვეცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.